საზოგადოებრივი რადიო და არასამთავრობო ორგანიზაცია Voice from Georgia. წარმოგიდგენთ გადაცემას ერთად ევროპისაკენ. მოგესალმებით ტრადიციულად ორშაბათს 16 საათსა და 14 წუთზე გადაცემით ერთად ევროპისაკენ, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა. დღეს ოდნავ განსხვავებულ თემატიკაზე ვისაუბრებთ, როგორიც არის სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა, იქ შექმნილი პროდუქცია, როგორც მოგეხსენებათ, დიდგორების სამედიცინო დაჯავშნული მანქანების საკმაოდ მსხვილი პარტია 30 იანვარს უკვე გაემგზავრა საუდის არაბეთში. ამ და სხვა დეტალებზე ვისაუბრებთ დელტას ხელმძღვანელთან ბატონ უჩა ძუძუაშვილთან. დიდი მადლობა უჩა, რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ სტუდიაში და პირველივე კითხვა უკავშირდება სწორედ ექსპორტზე საქონლის გატანას. ანუ იქნება მსმენელს აუხსნათ ერთი რასაქმიანობ ზოგადად სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა, რომელსაც აქვს თავისი ისტორია და 90-იან წლებიდან ცდილობს, რომ თვისობრივად ქართული პროდუქცია შექმნას, ქმნის კიდევაც და შემდეგ ვისაუბროთ უკვე ექსპორტზე რა კავშირებით რა ძალისხმევა დაგჭირდა თქვენ იმისათვის, რომ ეს სამედიცინო მანქანები რეალურად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგვეტანა და ჩავთვლიყავით ისეთ ბაზარში, რომელიც გულისხმობს იარაღით ვაჭრობას და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდ მსხვილ ვეშაპებთან მოუწევს პატარა ქვეყნის საწარმოს დაჯახება უკვე. ნამდვილად ესე არის. ეს საკმაოდ კონკურენტული ბაზარი არის. მაგრამ პრინციპში ჩვენ ამის არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა იმ სამეცნიერო ტექნიკური პოტენციალის, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ძალიან დიდი ინვესტიცია გვაქვს უკვე განხორციელებული იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აგვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფი დეველოპმენტი გავაკეთოთ სხვადასხვა პროდუქტების და პრინციპში ძალიან მხნედ და უმახიანად უყურებთ ამ გამოწვევებს. პრინციპში ახლა შეგვიძლია ძალიან თამამად თქვათ, რომ თვითონ საუდის არაბეთის მიმართულებითაც ეს ტენდერში გამარჯვებული ჩვენი მანქანა ზუსტად ამის ძალიან ნათელი მაგალითი არის. ხოლო რაც შეეხება დელტას, დელტა პრინციპში არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დელტა აკეთებს იარაღს და აკეთებს იარაღისგან დაცვის საშუალებებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ექსპორტზე გავიტანეთ იარაღისგან დაცვის საშუალება და ამავდროულად დაზიანებული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საშუალება, რაც პრინციპში ძალიან კრიტიკული არის დღევანდელ თანამედროვე ომებში საკმაოდ მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმ ომებში, სადაც იმ არეალში, სადაც ეს მანქანები იქნება გამოყენებული. პრინციპში აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მანქანა არის დაჯავშნული, ზუსტად აი ამ მიზეზების გამო, იმ ასიმეტრიული დაპირისპირების გამო, რომელსაც პრინციპში დღესდღეობით ძირითადი ძალები მსოფლიოსი ეჩეხებიან, ზუსტად ესეთი მანქანაც იყო შექმნილი. საუბარი დაახლოებით 120 მანქანაზე. ციფრებს არ ვაკონკრეტებ, პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ 100-ზე მეტი მანქანა არის, არ ვაკონკრეტებ არც 120, არც 150, არც 300, ვამბობ, რომ 100-ზე მეტი. და პრინციპში მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარე პროცესში არის იმ შეკვეთებზე, რომელიც დამატებით უნდა შემოვიდეს დელტაში, ძალიან ისეთი დიდი თანხები არის ამ მოლაპარაკებების თემა, ვთქვათ, რამოდენიმე ტიპის პროდუქციაზე მიდის საუბარი თანხებზე, რომელიც საერთო ჯამში შეიძლება დამატებით 300 მილიონზე უფრო მეტი იყოს კიდევ, იმიტომ რომ ყოველდღიურად ფაქტიურად ჩვენ წინ და წინ მივდივართ, უფრო მეტი ინტერესი იხატება სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ჩვენი პროდუქციის მიმართ. რა პროდუქციაზე არის საუბარი? მაგალითად მსმენელს შევახსენებ, რომ ბოლო პერიოდში ანუ დიდგორის გარდა და სამედიცინო დაჯავშნული მანქანის გარდა იყო გამოტანილი საზოგადოების წინაშე მაგალითად ჩაფხუტები და ჯავშანშილეტები, საკმაოდ წარმატებული პროდუქტი იყო. არ ვიცი რა იქნება გითხრათ კიდევაც და უშუალოდ რა ხდება მაგ მიმართულებით, ანუ არის თუ არა დაინტერესება ქართულ ჯავშანშილეტებზე, წასულია თუ არა, ამიტომ ვიცით რომ მაგალითად აფრიკაში მყოფ ჩვენ ქართულ სამხედროებს სწორედ ეს თქვენს მიერ
ნაწარმოები, ჯავშან ჟილეტები ეცვათ, ხო? კი და ძალიან დადებითი გამოხმაურება ამ პროდუქტმა, ვინაიდან თვითონ ჟილეტი იყო მორგებული ცხელი კლიმატისთვის, მას ჰქონდა სპეციალური აერაციის სისტემები და ასე შემდეგ. ანუ რა არის ჩვენი ძლიერი მხარე დელტასი? ჩვენ ვაკეთებთ პროდუქტს, რომელიც არის მორგებული კონკრეტული ექსპლუატაციის ტიპისთვის, ან ფართო ექსპლუატაციის ტიპისთვის დამოკიდებული იმაზე, რა უნდა კლიენტს. შესაბამისად ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ უკვე დღესდღეობით, უკვე მონეტარიზაციას ახდენს იმ შეკვეთებში, რომელსაც დელტა იღებს. ასევე არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არის დიდი დაინტერესება ჯავშან ჟილეტებით და ასევე დიდი დაინტერესება ჯავშან ჩაფხუტებით. ფაქტიურად ეს პროდუქტებიც ჩვენ საექსპორტო ძალას დაემატება. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტი, რომელიც წინა წელს ჯერ კიდევ ჩვენმა გულშემატკივარმა დელტას გულშემატკივარმა ნახა, ეს იყო უპილოტო ვერტფრენი, დღესდღეობით უკვე ფორმირებული არის სხვადასხვა ინტერესები ამ სისტემასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს შესაბამისი ესე ვთქვათ განხილვების საკითხის თუ რა ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს და ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან დიდი ექსპორტის პოტენციალი ამ პროდუქტსაც გააჩნია. და რატომ შეაჩერეთ ყურადღება ვერტფრენზე? ახან უპილოტო ვერტფრენზე საუბრობთ, ძირითადად რასაც ვხედავთ ჩვენ ეკრანებიდან თუ ასე შემდეგ სხვადასხვა სტატიებიდან, აქცენტი მუდმივად კეთდება ისეთი სახის დრონებზე, ანუ ისეთი სახის უპილოტოები, რომელსაც უფრო კონსტრუქცია თვითმფრინავის კონსტრუქცია უფრო. რატო ვერტფრენი? მოდით გავსაზღვროთ საერთოდ სად შეგვიძლია ჩვენ მივაღწიოთ წარმატებას რა. წარმატება ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ სფეროებში, სადაც არის საჭირო ვიწრო სპეციალიზაცია, საჭირო არის დიდი მოცულობით სამეცნიერო ტექნოლოგიური პოტენციალის ჩაქსოვა და ანუ ისეთი პროდუქტები, რომელიც არის განსხვავებული იმ მეინსტრიმ პროდუქტებისგან, რომელიც არსებობს. დღესდღეობით ვერტფრენები არის ერთ-ერთი მეწინავე განვითარების მიმართულება. ჩვენ დღეს ახლა რომ ვიმუშაოთ ჩვეულებრივ დრონზე, ფაქტიურად გამოვა, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანი, რომელსაც ესეთი დრონი ექნება. ხოლო ვერტფრენის შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ გავდივართ მეწინავეების იმ სავერტფრენო უპილოტო მიმართულების ტექნოლოგიით და ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ჩვენ გავიდეთ ამ იმ მაღალმომგებიან ბაზრებზე, რომლებიც ზუსტად ესეთ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს გულისხმობს. შესაბამისად ვერტფრენს სპეციფიური დანიშნულება აქვს, ეს სპეციფიური დანიშნულება განსაკუთრებით მოთხოვნილი არის დღეს და ნუ აი ბევრი მიზეზი არის, რის გამოც ამას უჩა მოთხოვნად ქვეყანათა ნუსხაში, სიაში არიან თუ არა იგივე მაგალითად ევროკავშირის თუ ნატოს წევრი სახელმწიფოები თუ რა მიმართულების ქვეყნებს აქვთ უფრო მეტი მოთხოვნილება, დაინტერესებულობა თქვენი პროდუქციის მიმართ? ჩვენ შეგვიძლია ძალზახად გავსაზღვროთ, რომ ევროკავშირი და ნატოს წევრი ქვეყნები საკმაოდ ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნები არის და მათ აქვთ შესაძლებლობა ისინი რომ ახდენენ როგორც საკუთარი ბაზრის დაცვას, ასევე ახდენენ საკმაოდ ისეთი შეზღუდვის პირობების დადება სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე, თუმცა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჯავშან ჟილეტით და ჩაფხუტით ჩვენ ევროპის ბაზარზე აუცილებლად შევალთ, ხოლო რაც შეეხება მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ უკვე ორიენტაციას ვიღებთ სხვა ქვეყნებზე, არა ნატოს წევრ ქვეყნებზე, სადაც პრინციპში ეს მიმართულება საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ანუ უფრო სამხრეთისკენ გვაქვს გარკვეული. ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ ნატოს ქვეყნები საკმაოდ კარგად არიან განვითარებული ამ მიმართულებით და პრინციპში ადგილი ცოტა რჩება იქ შესვლისთვის. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ქვეყნები, სადაც ეს ბაზარი ეხლახან ვითარდება, ეს მოთხოვნილებები ეხლახან ჩნდება და შესაბამისად უფრო მეტი მოგების და მეტი რეალიზაციის წარმოების შესაძლებლობა არის, რაც პრინციპში საქართველოს საექსპორტო პოტენციალს პირდაპირ ზრდის და პრინციპში პირდაპირ ფისკალურ და ბიუჯეტურ ეფექტს აძლევს ქვეყანას. უჩა, ძალიან საინტერესო არის თვითონ რამდენიმე დეტალი. ინვესტიციები აღნიშნე შენ და ეს არის ადგილობრივი ინვესტიციები, მაგალითად სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება რაშია, ეს არის ერთი, მეორე თავდაცვის სამინისტრო რამდენად არის თქვენი აქტიური მომხმარებელი, მეორე, იმიტომ რომ ქვეყანა პატარა არის, შესაბამისად თავდაცვის სამინისტროც მუდმივად საექსპედიციო მისიებში დადის, აგზავნის თავის ჯარისკაცებს, იგივე ამ სამედიცინო დაჯავშნულ მანქანებზე ქონდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა, ეს ორი და უცხოური ინვესტიციებით გეგმოთ თუ არა და უკვე სერიული წარმოების დაწყებას გავიგეთ, ეს 100-ზე მეტი დიდგორი რო არის ერთგვარი სერია, მაგრამ აი სხვა პროდუქტებთან მიმართებაში თუ არის. პრინციპში მოგახსენებთ, რომ ნამდვილად ჩვენ
როგორც ვთქვი, მსხვილ სერიულ წარმოებაზე გადავდივართ უკვე. დასრულების ეტაპზეა და ფაქტიურად გეგმავთ, რომ უახლოეს რამოდენიმე კვირაში ჩვენ უნდა გავხსნათ ახალი საწარმო, სადაც მორგებული იქნება ზუსტად ჯავშანი, რომელიც მორგებული იქნება ზუსტად ჯავშანი ტექნიკისა და მცირე ელექტრომექანიკური კონსტრუქციების საწარმოებლად. ამ საწარმოს გახსნის ფარგლებში ჩვენ გეგმავთ თვითონ ჯავშან მანქანების წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდას. და ეს არ არის უფრო მეტი ვიდრე 40 ან 50 მანქანა თვეში. ეს გარკვეულწილად ნაკარნახები არის ბაზრით და ბაზარზე არსებული მოთხოვნით, რასაც პირდაპირ უნდა დავაკმაყოფილოთ და ამავდროულად ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ პროდუქციის დივერსიფიკაციაზე. მე ვთქვი, აი მცირე ელექტრომექანიკური ხელსაწყოები, ასეთი ელექტრომექანიკური ხელსაწყოები არის, ვთქვათ, საცეცხლე სისტემები, ვთქვათ, იგივე სეტყვესაწინააღმდეგო სისტემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შედეგებს ვდებთ უკვე და რაც უფრო მეტ კონცენტრაციას გავაკეთებ თვითონ აი ამ ტიპის პროდუქციაზე, კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს დავდებთ და განსაკუთრებით აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ინტეგრირებულ მუშაობას დელტასას, ვინაიდან ეს არის ძალიან რთული მექანიზმი არის, ეს არის საკონსტრუქტორო ნაწილი, ეს არის ლოგისტიკის ნაწილი, ეს არის გაყიდვების ნაწილი, წარმოების ნაწილი, ანუ ეს არის სრულფასოვანი წარმოება და აი განსაკუთრებით აი როდესაც იქნება შესაძლებლობა რომ თქვენ დაათვალიეროთ ახალი წარმოება, თქვენ ნახავთ თუ რამდენად აი ტექნიკის ბოლო სიტყვით აღჭურვილ წარმოებას ვაკეთებ ჩვენ იმისთვის, რომ ზუსტად დავაკმაყოფილოთ, თქვათ, ნებისმიერი კლიენტის მზარდი ხარისხობრივი მოთხოვნები და ამავდროულად ის წარმადობის მიმართ მოთხოვნები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად. ან ჩვენ შეგვიძლია თუ არა თამამად თქვათ, რომ დელტა არის ბიზნეს პროექტი, ან ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმის დღესდღეობით დელტას ბიუჯეტის საბიუჯეტო დაფინანსებაზე 4-ჯერ მეტი შეკვეთა გვაქვს და ვასრულებთ. რაც ფაქტიურად უკვე დელტას ქმნის წარმატებულ სახელმწიფო პროექტად. ეს არის პროექტი, რომელშიც სახელმწიფო მოახდინა ინვესტირება, სახელმწიფომ შექმნა სტრატეგიული საწარმოო და სამეცნიერო ტექნიკური რესურსი, რომელიც უკვე ჩვენმა ჯგუფმა უდიდესი მთავრობის მხარდაჭერით შევძელით და მონეტარიზაცია გავაკეთეთ მისი და არ ვჩერდებით, მივდივართ და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს დავდებთ ამ მიმართულებით. ანუ ეს ჩემი საერთოდ ღრმარწმენა არის, რომ ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც მესამედე ზევით დონის ინოვაციებზე მუშაობენ, როგორც არის დელტა, ზუსტად სახელმწიფო მხარდაჭერით არის შესაძლებელი მათი შექმნა და მათი განვითარება, რაც ძალიან კარგი და ასე ვთქვათ, თვალსაჩინო მაგალითი არის, თუ რა შედეგებს შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენ სწორად დაგეგმილი განვითარებით და სწორად გაკეთებული აქცენტებით და სწორად ჩადებული ინვესტიციებით. ბევრი პროექტი მიმდინარეობს დელტაში, რომელშიც მის ფარგლებშიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არა მარტო მნიშვნელოვან ეროვნულ სტრატეგიულ პროდუქტებს დავდებთ, არამედ ძალიან დიდ ეკონომიურ მოგებასაც შემოვიტანთ თვითონ ქვეყანაში. კეთილი, მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი თავდაცვის სამინისტრო, ერთი და მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეორე არიან თუ არა დაინტერესებული თქვენგან რაღაცა კონკრეტული პროდუქციის შეძენით, ან პირიქით მაგალითად დაგვეთავთ რაღაცა საჭიროების. მოდით ამაზე საკმაოდ მოკლედ მომიწევს პასუხი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ბევრი მინდა ამაზე ვილაპარაკო და ძალიან საინტერესო საკითხები არის, ეს საკითხები ყველა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი არის და ამიტომ ამაზე ასე ვთქვათ, ღიად საუბარი პრინციპში არის შეუძლებელი და ამიტომ თავს ავარიდებ ამ კითხვაზე პასუხს, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილი, აქ ერთი დეტალი არის მსმენელს ან დაინტერესებულ მსმენელს ვეთქვი, რომ ადრე გარკვეული პერიოდი და დელტა იყო თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, შესაბამისად სარგებლობდა თავდაცვის სამინისტროს გარკვეული პოლიგონებით თუ სხვადასხვა ტერიტორიებით, რა მდგომარეობა არის ახლა? ჩვენ არასდროს არ გქონია არც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნის დროს, არც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნის დროს და ეხლაც სადაც თავდაცვის სამინისტროში ვართ, არ გქონია ჩვენ პრობლემა იმის, რომ გამოგვეყენებია ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის მნიშვნელოვანი დელტას ფუნქციონირებისთვის, ან ის რესურსი, რომელსაც საჭიროებს დელტა თავის ფუნქციონირებისთვის. პრინციპში იგივე სეტყვის საწინააღმდეგო
პროექტის განხორციელების დროს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი გვერდჩემდგომი ორგანიზაცია იყო. თვითონ მე ძალიან ესე ფართოდ უყურებ დელტას აპლიკაციას, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული სიმდიდრე, ეს არის პროექტი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანას ემსახურება ყველა იმ გამოწვევებით და იმ მოთხოვნებით, რომელიც არის ეს შესაძლოს მიმართულება, თავდაცვის მიმართულება, სოფლის მეურნეობის მიმართულება, ვთქვათ, იგივე სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების მიმართულება, ეს არის რესურსი, რომელიც ძალიან კარგ შედეგებს დებს. შესაბამისად, პრინციპში მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს სტრუქტურების ინტეგრირებული მუშაობის შემთხვევაში და ესეც არის, არ არის საერთოდ საკითხი იმისა, რომ ვთქვათ, ამა თუ იმ სამინისტროს ამ სახელმწიფო რესურსზე კრიტიკული შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ვთქვათ ისე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსის გამოყენებაც მიმდინარეობს და საკმაოდ ინტეგრირებული მუშაობა მიდის ამ მიმართულებით. გეტყვით, თქვენ სიტყვა სტრატეგიული ახსენეთ და არ შემეძლია არ კითხოთ იგივე მაგალითად ტყვია წამლის წარმოების თაობაზე. მსმენელმა კარგად იცის, რომ საქართველოს სადაც მდებარეობს, რა საფრთხეებიც აქვს, რა გამოწვევებიც აქვს, ალბათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყანამ შეძლოს დამოუკიდებლად მინიმუმ დაკმაყოფილება მაინც საკუთარი ტყვია წამლით გარკვეული რესურსი ჩამოაყალიბოს. მაგ მიმართულებით თუ შეგვიძლია რამე ვთქვათ? მოდით გავსაზროთ საკითხი ტყვია წამალი საერთოდ რა ტყვია წამალი არის ყველაფერი პრინციპში რაც იხარჯება ნებისმიერი ვთქვათ სასწავლო ან ნებისმიერი სხვა საბრძოლო მოქმედებების დროს. ჩვენ საკმაოდ ბევრი ნამუშევარი გვაქვს ამ მიმართულებით, არის სხვადასხვა ტიპის პროექტები. თუმცა ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ არის რესურსები, რომელიც ღიად არის ხელმისაწვდომი საერთაშორისო ბაზარზე და არის რესურსები, რომელიც არის რთულად ხელმისაწვდომი შესყიდვისთვის ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. თავისთავად ღიად ხელმისაწვდომი რესურსების ადგილობრივი ხელმოწარმოება ეს არის ეკონომიური საკითხი, ანუ თუ მათი წარმოება საქართველოში არის იაფი შედარებით ვიდრე მათი იმპორტი, მაშინ ნამდვილად საჭიროა და უპრიანია და აზრიანი არის მათი საქართველოში წარმოება, ხოლო აგრეთვე არსებობს რესურსები, რომელთა ხელწვდომა არის იმდენად რთული, რომ ეს ხდება უკვე სახელმწიფო სტრატეგიის საკითხი, რომ ეს ასეთი ტიპის პროდუქცია თვითონ ქვეყანაში იწარმოებოდეს, ვინაიდან ეს არა მხოლოდ თქვათ იმ საბაზო საჭიროებას ამ პროდუქტის ასაკმაყოფილებს, არამედ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებს საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ხდება მაღალტექნოლოგიური და რთულად საწარმოო პროდუქტის მომწოდებელი ან მწარმოებელი. ეს უკვე ძალიან დიდი განაცხადია, ეს არის წონა ქვეყნის, რომელიც იზრდება და რომელსაც ანგარიშს უწევს ნებისმიერი სხვა. ჩვენ მივდივართ მაგზისკენ. აუცილებლად. მხოლოდ მაგზისკენ მივდივართ. სხვაგან არ ვიხეტებით. კონტროლ მაგალითად იგივე 2008-ში რუსული აგრესიის შემდეგ იყო გარკვეული პრობლემები გარკვეული პროდუქციის, სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით, ხო? ეს ყველას ახსოვს და შესაბამისად მაგ მიმართულებით დავსვი სწორედ ეს კითხვა. კიდევ ერთი კითხვა, მაგალითად უახლოესი სამეზობლო საქართველოში. რეგიონი საკმაოდ რთულია, საკმაოდ მყიფეა, როდის აფეთქდება არავინ იცის, აქვს თუ არა მაგალითად ჩვენ სამეზობელ ქვეყნებს გარკვეული ინტერესები. ინტერესდებიან თუ არა ისინი დელტას მიერ წარმოებული პროდუქციით. მაგალითად ვიცი რომ აზერბაიჯანიდან იყვნენ ხო თუ არ ვცდები როგორც მედიის წარმომადგენლები ჩამოსული თქვენთანაც იყვნენ სტუმრად რაღაცებს სწავლობდნენ რაღაცები აინტერესებდა თვითონაც აქვს აზერბაიჯანში საწარმო. აი როგორი არის მაგ მდგომარეობა? საერთოდ ისტორიულად ამ დარგის მიმართ ყოველთვის იყო ძალიან ინტერესი და არის ძალიან დიდი ინტერესი, თუმცა მე ნამდვილად არ გახლავართ პოლიტიკოსი და ვერ შევაფასებ თუ რამდენად ვთქვათ ფეთქებადი არის რეგიონი თუ რა ხდება თუ როგორ ხდება, რაც შეგვიძლია დავაფიქსიროთ, ეგ არის რომ ინტერესი ნამდვილად არის და ჩვენ კონსტრუქციული ინტერესის მიმართ ძალიან ღია ვართ და ყოველთვის გვინდა რომ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან გქონდეს ურთიერთობა როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე სავარაუდოდ ესევე სამხედრო მიმართულებითაც, სამხედრო წარმოების მიმართულებითაც, რისთვისაც ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ და ნამდვილად ყოველგვარი საიდუმლოების გარეშე მიმდინარეობს ესეთი ურთიერთობები და შესაბამისად ფიქრობ, რომ აქ კარგად ვართ ამ პოზიციაში.
ძალიან კარგი. მოდი კიდევ ვისაუბროთ თან დელტას მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, გარდა დაჯავშნილი დიდგორებისა და ჯავშან ჟილეტებისა, რაზე არის შეგვიძლიათ ვთქვათ, რაზე არის კიდე მოთხოვნა, ან უბრალოდ რა ჩამონათვალი გავაკეთოთ, რა სახის პროდუქციაზე მუშაობთ თქვენ? პრინციპში პროდუქცია ფართოა საკმაოდ. სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის ოფიციალურ საიტზე არის სრული ჩამონათვალი. ამ Delta.gov.gz-ზე არის სრული ჩამონათვალი იმ პროდუქციისა, რომელიც არის ხელმისაწვდომი და რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. სხვადასხვა დონის ინტერესი არის თითქმის ყველა პროდუქტის მიმართ. შესაბამისად მიმდინარეობს სამუშაოები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უკვე როდესაც ეს ფორმას მეტნაკლებს უკვე იძენს, მაგის შესაბამისად უკვე ჩაგაყენებთ თქვენ საქმისხლში, საქართველოს მსმენელს ჩავაყენებთ საქმისხლში, იმის შესახებ თუ როგორ ვაკეთებთ, რას ვაკეთებთ და ესეთი ღია ინფორმაცია არის, აქ საიდუმლო არაფერი არ არის. ხო, პრინციპში აქ ვებზე შეუძლია მსმენელს ნახოს იგივე საარტილერიო სისტემები, სისტემებს აწარმოებს 60 მმ-იანი ბიკალიბრული ნავთქორწნი არის საკმაოდ საინტერესო პროდუქტი, რომელიც უშუალოდ ვიწრო სპეციალიზაციის ხალხისთვის და ასე შემდეგ. მოდი კიდევ ერთხელ ვისაუბროთ თვითონ ინვესტიციების მოზიდვაზე და დელტას საწარმოოს გაფართოებაზე. რაზე იღებს დელტა სწორებას, ორიენტირი რა აქვს აი ახლა უახლოესი 5 წლის განმავლობაში. მოკლევადიან პერსპექტივაზე ვისაუბროთ ჯერ და შემდეგ უკვე საშუალოზე. რა მიმართულებით ვითარდებით, ანუ რას ვანვითარებთ უპირველეს ყოვლისა. ეს არის ელექტრონული დიზაინი და პროგრამირება, რომელიც არის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი საერთოდ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნის. თქვათ იგივე სეტყვის სისტემაც რომ ავიღოთ, რომელზეც ძალიან მალე ჩვენი დელეგაცია გაემგზავრება უკვე მოლდოვეთში დასასრულებლად მოლაპარაკების და უკვე სამუშაოების დასაწყებად, აი ზუსტად ეს სისტემა გახდა შესაძლებელი ესეთი ჩვენს მიერ ინიცირებული ტექნოლოგიური განვითარების. ანუ ჩვენ გავაკეთეთ რა, შევქმნით ძლიერი ელექტრონული დიზაინის ჯგუფი, ძლიერი პროგრამული დიზაინის ჯგუფი, ეს ყველაფერი დავამყნეთ ესე ვთქვათ ძალიან ძლიერ მექანიკურ დიზაინზე, რომელიც არსებობდა დელტაში და შედეგებმაც დაიწყო შემოსვლა რა. ეს პირველი იგივე ვთქვათ სამედიცინო საევაკუაციო მანქანაშიც გამოვიყენეთ ჩვენ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები, რომლის ვთქვათ შემოტანა წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ ძვირი დაგვიჯდებოდა. ნუ ეხლა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე პრინციპში რომ ვისაუბროთ, რამდენად დიდი ეკონომია გაუკეთა დელტამ ქვეყანას, ნუ შემოთავაზება იყო სადღაც 53 მილიონ ევროიანი და ჩვენ თვითონ სისტემის მთლიანად შექმნა ამის მე მგონი მე-10 ფასში შევძელით. რაც უდიდესი ეკონომია არის ქვეყნისთვის და ასევე ძალიან დიდი ტექნოლოგიური პოტენციალი არის, იმიტომ რომ ესეთი სისტემების შექმნით და მათი შემდგომი ექსპლუატაციით გროვდება ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც არის პლაცდარმი უფრო უკეთესი შექმნის. ზუსტად ჩვენი გეგმაც განვითარების არის ის, რომ ჩვენ მივდიოდეთ ინტეგრირებული სისტემების მიმართულებით, ჩვენ მივდიოდეთ ისეთი პროდუქტების მიმართულებით, რომლებსაც ძალიან მაღალი ღირებულება აქვს, ასევე რთულად ხელმისაწვდომი არის და ამავდროულად ძალიან დიდ შედეგს დებს ქვეყნისთვის. ბევრი შემიძლია ამაზე ნამდვილად ვისაუბრო, იმიტომ რომ აი ნამდვილად ჩვენ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება ნამდვილად ისეთი ძვრები, რომელიც ზუსტად ქვეყნის ტექნოლოგიურ ზრდას უზრუნველყოფს. იგივე დელტაში შექმნილი ეს ძალიან სერიოზული ბაზა, იგივე ინოვაციების სააგენტო ტექნოპარკი, რომელმაც ძალიან საინტერესო გადაწყვეტა შესთავაზა ქართველ ენტერპრენიორებს. ჩვენ პირდაპირ ცდილობს გამოიყენოს ის რესურსები, რომელიც ამ ტექნოპარკში არის, ჩვენი თვითონ development time-ი შევამციროთ, ძალიან ინტეგრირებულად მიმდინარეობს მუშაობა. ეს ყველაფერი არის აი საერთო ხედვის და განვითარების ხედვის არსებობა, რომელიც საწინდარი ამ ყველაფრის არის ის ხედვის არსებობა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ მეცნიერება ინტენსიური და ტექნოლოგია ინტენსიური პროდუქტების წარმოების მიმართულებით, რაც ზუსტად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ძალიან ეკონომიკის ზრდა დავაჩქაროთ და ასე შემდეგ.
ნამდვილად ძალიან საინტერესო შედეგებს დებს და თვითონ აი ესეთი პროდუქციის წარმოებით მიღებული მოგება თვითონ და ის ფისკალური ეფექტი რომელიც ქვეყნისთვის დგება შეიძლება ბევრად უფრო დიდი იყოს ვიდრე სხვადასხვა ტიპის ტრადიციული ინდუსტრია საერთოდ როგორც ესეთი მთლიანად. შესაბამისად შედეგი ძალიან საინტერესო არის და მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ფაქტიურად ჩვენს წარმატებას ალტერნატივა არ აქვს რა ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია რომ არ ვიყოთ წარმატებული ესეთი პირობების შემთხვევაში. ჩვენ ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ რა თქმა უნდა დელტასი და აქვე არ შემიძლია არ გკითხოთ როდესაც ელექტრონიკა და მაღალი ტექნოლოგიები ახსენეთ ადამიანური რესურსი არის თუ არა საკმარისი ან რას აკეთებთ იმისთვის რომ მოიძიოთ ესეთი ადამიანები რომლებიც იმუშავებენ შემდეგ უკვე თქვენთან ძალიან საინტერესო კითხვა არის პრინციპში მე შემიძლია ვითხრათ ეგეთი რაღაცა რომ ადამიანური რესურსი არის პრობლემური არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური მიმართულებით არამედ ასევე პრობლემური არის მექანიკური დამუშავების მიმართულებითაც აი ახალი საამწყობო საწარმოს გახსნის ფარგლებში მე პრინციპში მაესტროს ტელევიზია მაესტროს ეთერში პირდაპირ თქვი რომ ჭირდება ზეინკლები ჭირდება შემდგომლები ნახეთ ვაკანსიებში სხვათა შორის შემდგომელი და ზეინკლების ვაკანსიები გამოცხადებული ნამდვილად ესე იგი ძალიან საინტერესო სიტუაცია არის რა ადამიანები დარწმუნებული არიან რომ მათი ტექნიკური მომზადების დონე საკმაოდ მაღალი არის ჩვენ ვიღებთ ადამიანებს რომ ვიღებთ პიროვნებებს რომელთა ტექნიკური მომზადების დონე მნიშვნელოვნად ნაკლები არის, ვიდრე ჩვენ გვესაჭიროება, მაგრამ ეს უკვე კარგია, ვინაიდან ჩვენ ყავს ადამიანები, რომელმაც ელემენტარულად იცის ელექტროდის დაჭერა ხელში. ელემენტარულად იცის მექანიკური დამუშავება როგორ გააკეთოს და ეს უკვე ჩვენთვის ბაზაა იმისთვის, რომ ეს ადამიანი ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად გეგმავთ, რომ შესაბამისი პროფესიული განვითარების ცენტრი გავაკეთოთ დელტას ბაზაზე, გავზარდოთ ეს კადრები, მოვიყვანოთ, დავასაქმოთ, შემდეგ უზრუნველყოთ თქვა სხვა ბიზნესები, დელტას გარეთ ბიზნესების მომარაგება ანალოგიური კადრებით და თქვა მექანიკური მიმართულება ესე გადავწყვეტოთ. რაც შეეხება პროგრამულ მიმართულებას, ჩვენ ძალიან ინტენსიურად აგვყავს ახალგაზრდა კადრები, ვასწავლით, მათ სტაჟირებას უკეთებთ, უკვე შედეგიანობიდან გამომდინარე მათთან ვიტოვებთ, ანუ აღარ ვაგრძელებთ მაგათთან ურთიერთობას, თუმცა დასაწყისი ძალიან საინტერესო იყო ფაქტიურად, როდესაც მოვედი დელტაში და ჩვენი ჯგუფი მოვიდა დელტაში პირველი რაც გავაკეთე ეს არის რომ ის ადამიანები რომლებსაც მე პირადად ვასწავლე პროგრამირება და ის ადამიანები რომლებიც ჩემთვის იყვნენ ძალიან ახლობლები და იყვნენ ელექტრონულ დიზაინში ჩართული პირდაპირ აი ეს ადამიანები მოვიყვანე და ფაქტიურად აი ეს კერძო და ანუ პირადი ურთიერთობებით შევძელით აი ეს პირველი ჯგუფის და პირველი ბირთვის გაკეთება ანუ ის თავგადადება რომელიც ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პირველ ეტაპზე მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით დარწმუნებული შევძლებდით თუ არა ძალიან დიდი ამ შედეგის მიღწევას აი მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო იმიტომ რომ ზუსტად ამ ადამიანებმა მათმა თავგადადებულმა საქმიანობამ ის რომ თავიანთი სულით და ხორცით პატრიოტები არიან და არ ფიქრობენ არაფერზე გარდა იმისა რომ როგორ წაწიონ ჩვენი ქვეყანა წინ და თავისთავად ძალიან დიდი მხარდაჭერა რომელიც დელტას გააჩნია ზუსტად აი ამ ყველაფერმა შეძლო რომ მოვიყვანეთ ახლები დავამატეთ გავზარდეთ იოლი არ არის დელტას ნებისმიერისთვის მაღალ პროფესიონალი მაგალითად ტექნოლოგი ან პროფესიონალი ელექტრონიკაზე ვინც მუშაობს პროგრამისტები ანუ საკმაოდ ძვირიანი რესურსია ძალიან ძვირიანი არის ანუ თვითონ იგივე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში როდესაც ჩვენ პლატების დიზაინს ვაკეთებდით ანუ ჩვენმა ტექნოლოგებმა გააკეთეს ელექტრონშიკებმა გააკეთეს ამ პლატების დიზაინი და თვითონ რამ დანადგარებშიც ჩვენი გაკეთებული პლატები დგას ანუ საქართველოში დამზადებული ელექტრონიკა დევს ანუ როდესაც ჩვენ მიახლოებით მაინც ვარკვევდით თუ რა შეიძლებოდა დაგვიждდომოდა ანალოგიური სისტემის დეველოპმენტის საზღვარგარეთ თანხები იმდენად იზრდებოდა რომ ჩვენ პირდაპირ ვიღებდით გადაწყვეტილებას რომ ეს in-house development-ი უნდა გავაკეთოთ in-house development-ი და ესე მივდიოდით სმენელი ყავს ხაზზე გამარჯობა ბატონ გიორგი გამარჯობა მოგესალმებით და გისმენთ მექნებოდა თქვენ სტუმართა აი ჯალშან მანქანებსა და თუნდაც აი ყველაფრის დაკავშირებული არის მის ნედლთან მასალასთან და აი მის ტექნოლოგია თუ განკარგებულ თვითონ მასალები თუ იწარმოება საქართველოში აი თვითონ ლითონი და მეორე კიდევ აი მაღალ ტექნოლოგიური მაზერვას უპილოტო თვითონ საფრენი აბარადორ და ხდება თანამშრომლობა თუ ეს ხდება სხვა ქვეყნების პატენტის მეშვეობით თუ ადგილობრივი ტექნოლოგიების ხარჯზე ხდება მათი წარმოება.
დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო შეკითხვები იყო სხვადასხვა და იყო პირდაპირ ესე ვზისადკო როგორც იტყვიან რა. ესე იგი პირველი რაც მინდა გითხრათ, ახლა დღესდღეობით ჩვენ დელტას ბაზაზე რაც ვქნით, ეს არის მექანიკური დამუშავება და საამწყობო ინჟინრული და ასე შემდეგ, ანუ ყველა ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს მზა მასალისგან, ანუ მზა ფილისგან დამზადება შესაბამისი საბოლოო პროდუქტის. მე ძალიან მინდა ვნახო და ვიყო მონაწილე იმ დღის, როდესაც საქართველოს თვითონ დაიწყებს ჯავშან ფილების წარმოებას და შეჯავშნული, ვთქვათ, ჯავშან ეს სხვადასხვა სისქის მეტალის წარმოებას. ეს ძალიან ინვესტიცია ინტენსიური საკითხი არის, ამას სჭირდება დიდი გამოცდილება, დიდი ცოდნა გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა გამოცდილებაც მეტნაკლებად, თუმცა ინვესტიცია, რომელზეც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ, არის ძალიან დიდი და შედეგსაც სავარაუდოდ 5-6 წელიწადში მივიღებთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ საბაზო ნედლეულის შესყიდვას, იმპორტს და შემდეგ უკვე ძალიან მაღალი დანამატი ღირებულების შექმნას ადგილზე წარმოების მეშვეობით. რაც შეეხება პატენტებს, ჩვენ მაქსიმალურად ვარიდებთ თავს ნებისმიერი უცხოური პატენტის გამოყენებას, იმიტომ რომ ყველა ესეთ პატენტს მოყვება თავისი შემზღუდავი პირობები, ამიტომ ჩვენ პირდაპირ მიმართული ვართ იმის მიმართ, რომ ნებისმიერი დეველოპმენტი იქნება ეს ავტოპილოტირება იქნება თუ სხვა ელექტრონული ცეცხლის მართვა იქნება თუ ნებისმიერი სხვა იყოს სრულად ქართული შემუშავებული ნაწილი და კონდეს საქართველოს საავტორო უფლებები. კიდევ ერთი მსმენელი გვაქვს ხაზზე, მოგესალმებით, გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონებო, თქვენ ახლა ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც იწარმოება ჩვენთან, რა გეგმებია რა, ვინ აკრავთ მომსახურე პერსონალი, რაღაცა ყველაფერი ჩამოთვალეთ და ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და 1000 მტერი ყავს და 1000 კიდევ აგენტურა არის სხვა ქვეყნების აქ. ასე შეიძლება არ ვიცი, ეს არ არის სახელმწიფო საიდუმლოს გაცემა. ეს თქვენ კომპიუტერში გქონიათ შეტანილი რადიოთითაც ლაპარაკობთ და ამას ხო ყველა ისმენს, რა შეჭირდება ახლა ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს ამის ცოდნა. კეთილი, დიდი მადლობა. ვიღაცა მტრის გასაგონი. დიდი მადლობა. თავისთავად ხადი არსებობს დახურული ინფორმაცია, საიდუმლო ინფორმაცია, საჯარო ინფორმაცია. საჯარო ბატონმა უჩამ ძალიან ბევრჯერ არის და დელიკატურად თავი სხვადასხვა კითხვას, ასე რომ ის რაც საჯარო არის, ამ ინფორმაციის დახურვა არ შეიძლება. ჩვენ დაგვჭა დაახლოებით 4 წუთი, სასაუბროთ და მინდა კითხოთ, გავაგრძელოთ წინამსმენელის აზრი და ჩვენ ნახეთ, რომ მაგალითად ჩეხური ფირმა იყო ჩამოსული, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა დელტასთან და თქვენ გახდით კავკასიაში მისი პარტნიორი, ხო? რამდენად ის მახსოვს. როგორ ვითარდება ეს თანამშრომლობა, ეს ერთი და თუ იგეგმება კიდევ სხვა ქვეყნებთან ანალოგიური საქმიანობა, ანუ ანალოგიურად რომ საქართველოს გახდეს აი მსხვილი სერიოზული ცნობილი მწარმოებელის პარტნიორი საქართველოში თუ მთლიანად რეგიონში. მოდით მე ამ კითხვის შემდეგი სახით ვპასუხებს. ყველა პარტნიორობა, ყველა ურთიერთობა გამოწვეული არის კონკრეტული შედეგის დასაყენებლად. როდესაც ჩვენ ვთქვათ გეგმავთ, რომ გქონდეს მაღალი დონის ელექტრონიკა, ელექტრონული კომპონენტები, მაშინ შევდივართ პარტნიორულ ურთიერთობაში ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც აწარმოებენ ესეთი ტიპის ელექტრონულ კომპონენტებს. როდესაც ჩვენ გვინდა ვთქვათ მივიღოთ შესაბამისი ტიპის ვთქვათ საიარაღო პროდუქტი, მაშინ ვიწყებთ ურთიერთობას და ვაკეთებთ პარტნიორულ ურთიერთობას იმ კომპანიებთან, რომელიც ესეთ სერვისებს გვთავაზობს. ზუსტად ანალოგიური მიზეზებით არის გამოწვეული ყველა ის პარტნიორული ურთიერთობა, რომელშიც ჩვენ შევდივართ და პრინციპში ასეც იქნება ყოველთვის. ანუ მიზეზი და მიზანი ჩვენი არ არის არა ის, რომ ვიღაცას დაუპარტნიორდეთ, არამედ მიზანი არის, რომ საბოლოო შედეგი დავაყენოთ და ამ შედეგის საჭიროება, შედეგიდან გამომდინარე უკვე ვირჩევთ ჩვენ პარტნიორებს და მუშაობთ ამ მიმართულებით და ნამდვილად ვაღწევთ პრინციპში წარმატებას. კეთილი, მეც გისურვებ და უერთდები ყველას იმაში, რომ გისურვებ წარმატებას. ეს იყო გადაცემა ერთად ევროპისაკენ, ჩვენ კი შევხვდებით უკვე მომავალ შაბათს დროებით.
საზოგადოებრივი რადიო და არასამთავრობო ორგანიზაცია Voice from Georgia. წარმოგიდგენთ გადაცემას ერთად ევროპისაკენ.